ავღანეთში დაღუპულ რუსთაველ ჯარისკაც ვასილ ყულჯანიშვილს 43-მე ბატალიონის ჯარისკაცებმა პატივი მიაგეს. ჯარისკაცებმა თავდაპირველად დაღუპულის ოჯახის წევრებს მიუსამძიმნებს, მოგვიანებით კი მამაოსთან ერთად საფლავზე ავდნენ და სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. 43-მე ბატალიონის ჯარისკაცები ავღანეთიდან 3 დღის წინ ჩამოვიდნენ. ვასილ ყულჯანიშვილი სწორედ აღნიშნულ ბატალიონში მსახურობდა და სამშობლოში მათთან ერთად უნდა დაბრუნებულიყო. შეგახსენებთ, რომ ჩვენი თანამოქალაქე ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესრულების დროს დაიღუპა. თავი გამოიჩინა თავის ვაჟკაცობით და შედეგი ვიცით, რაც მოიტანა. 3 დღის უკან ჩვენთან ერთად უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში და გაეხარებინა, რა თქმა უნდა, ოჯახის გული და მეგობრები. გადავწყვიტეთ მეთაურების გადაწყვეტილება იყო, რომ მოვსულიყავით ოჯახში, მე საფლავზე და მიგვიგო სადავო პატივი. ვამაყობ, რომ ესეთი დამამერძოლი ყავდა და ვისურვებდი, რომ საქართველოს ბევრი ყავდეს ესეთი. ჭრილების გარეშე ვამთავრებდით ამ მისიას, მაგრამ სამწუხაროდ ვასილის თამადობი ვასილის სახით მოხდა ეს ხმაჭრილობა, რომელიც მოუშვებელი იქნება ალბათ ამ ბატალიონისათვის და მოვედით დღეს ოჯახს მიუსამძიმნეთ.